სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ჩვენთან არის ღმერთი. ყველას გილოცავ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალს დაგასწროთ თქვენ და სრულიად საქართველო. ამინ. დღევანდელ დღეს დანო და ძმანო ჩვენი წმინდა ეკლესია აღასრულებს მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეს. მენელსაცხებლე დედები იყვნენ მაცხოვრის თანამედროვენი, რომელნიც ემსახურებოდნენ მას მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში და არა მარტო ცხოვრების განმავლობაში, არამედ ჯვარცმის დროსაც ისინი იქ იყვნენ და მისი აღდგომა პირველი მათ ეხარათ. მე უბრალოდ აი დღევანდელ დღეზე, როდესაც მე ვფიქრობდი მენელსაცხებლე დედების როლზე, როდესაც ვფიქრობდი ჩვენს ეკლესიაში რა როლი აქვთ მათ და ზოგადად ვფიქრობდი, როდესაც მოვდიოდი წირვისკენ ამ თემაზე, ჩვენ ძალიან ხშირად ერთი რამ გვეშლება, აი თანამედროვე სამყაროში რაღაცა უამრავი რამ შეიძლება მოისმინოთ, რომ მამაკაცის და ქალის თანასწორობის შესახებ დაიწყებენ ლაპარაკს და ეს ძალიან მოდაშია და ამის ინსტიტუტებია შექმნილი პირდაპირ და დაცვის უფლებები და მთელი ამბებია მოკლედ, მაგრამ სინამდვილეში ერთი რამ გვავიწყდება, სულ სხვადასხვა მოწყობა აქვს მამაკაცს და ქალს. აბსოლუტურად ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე ცხონებას დააკლდება და ან რომელიმე პატივი დააკლდება ცხონებისა და მაცხოვრის გვერდით ყოფობის. არა. ცხონება, რა თქმა უნდა, მამაკაცისთვის და ქალისთვის ერთნაირად არის შესაძლებელი, მაგრამ მათი მოწყობა აბსოლუტურად სხვადასხვანაირია. აი პატარა ამბავს მოუყვები ახლა და მენელსაცხებლე დედების საქციელი თავის ადგილას უნდა დადგეს თქვენთვისაც, ისევე როგორც ჩემთვისაც. დღეს რომ მოვდიოდი, ეს ამბავი გამახსენდა უბრალოდ. არ არის გასული დიდი ხანი, სახლში მივედი და ჩემი მეუღლე ზომავს ფანჯარას. და რას აკეთებ მეთქი ვკითხე და ფარდა არის საყიდელი. ოღონდ მას კი არ აინტერესებს ამ ფარდის ფული ქმარს აქვს თუ არა. აი ეს არის ქალის ბუნება. ასე არის მოწყობილი ქალი. მას საერთოდ არ აინტერესებს ის, რომ აქვს თუ არა ქმარს, იცის რომ ფარდა არის საყიდელი. და მე მინდა გითხრათ, თუ კი დაუჯერებს ქმარი ასეთ სიტუაციებში ცოლს, აუცილებლად ოჯახი იქნება ძალიან კეთილმოწყობილი. და თუ მამაკაცი დაიწყებს ისე მსჯელობას, როგორი ბუნებაც აქვს მას მიცემული, რომ ეხლა ამაში გადასახდელი ფული ხო არ ჯობია, რომ ოჯახს რაღაცა სხვა რამეში მოახმაროს, იცოდეთ, რომ უფარდოდ დარჩება მთელი ცხოვრება. და ამ ოჯახში, ასე მსგავს ოჯახებში, სადაც მიხვალთ, უნდა იცოდეთ, რომ თუ რამე გაკეთებულია, თუ რამე მოწესრიგებულია, თუ რაიმეს სახე აქვს მიცემული, იცოდეთ, რომ ეს ყოველთვის ქალის დამსახურებაა. მამაკაც არასდროს თავში არ მოუვა მსგავსი აზრი. იმიტომ რომ ის აბსოლუტურად სხვაგვარად აფასებს მოვლენებს. აბსოლუტურად სხვაგვარია მისი შეფასების კრიტერიუმები. თქვენ გინახავთ ალბათ ქალები და ისტორიები წაგიკითხავთ, როგორ შეუძლია ქალს თავისი საყვარელი ადამიანის დაცვა, თავისი შვილის დაცვა თუნდაც. არასდროს ის არ დაიწყებს ძალების შეფასებას, ძალების თანაფარდობის შესახებ ლაპარაკს, რომ მე რომ ეხლა ამის წინააღმდეგ გავიდე, ის ჩემზე უფრო ძლიერია და მომერევაო. გამორიცხულია ქალი ასე არასდროს არ იფიქრებს. ამაზე შეუძლია მხოლოდ მამაკაცმა იფიქროს, რომ ეხლა მე რომ გამოვიდე და ამას დავეტაკო, ის ჩემზე ძლიერი შეიძლება იყოს და ამიტომ არ ღირდეს შეიძლება ეხლა რაღაცა ამ კონფლიქტში ჩაბმა. ქალი ამაზე არასდროს არ იფიქრებს. აი დღევანდელი დღის სწორედ ეს მაგალითია დღევანდელი დღე, მეტი კი არაფერი. გარბიან იმისთვის, რომ იყიდონ ნელსაცხებელი, იმიტომ რომ მიცვალებული მათი საყვარელი პიროვნება ისე დაგრძალეს, ისე დადეს საფლავში, რომ ვერ მოასწრეს პარასკევის საღამო უკვე შაბათის დასაწყისია და იქ აღარაფრის კეთება აღარ შეიძლება. ახალი დღე მწუხრიდან იწყება ებრაული წესის მიხედვით. ანუ მწუხრი ახალი დღის და სხვათა შორის ჩვენ ლიტურგიკულადაც ესეთი მსახურება გვაქვს. მწუხრით ვიწყებთ ახალ დღეს. შაბათს რომ მწუხს ლოცულობთ, რას ემსახურება ეს მწუხრი, იცით? კვირა დღეს ემსახურება. ახალი დღის დასაწყისია. მათთან ეს ძალიან კაცრად იყო დაცული და ამიტომ პარასკევს როგორც კი ჩამოხსნეს ის საფლავიდან, ერთადერთი რაც მოახერხეს, რომ ნაჭერში შეახვიეს და დადეს. ეს ნაჭერი, რომელსაც ტურინის სუდარას უწოდებთ, ტურინი ქალაქი არის იტალიაში და იქ არის შენახული ეს სუდარა, ზუსტად ასახავს ამას ყველაფერს, რომ მისი განბანვაც ვერ მოასწრეს და აბსოლუტურად ყველა სისხლის ლაქი,
ყველა მათრახის ეს რაც გადავიდა შემდგომში ნაჭერზე ასახულია ეს ყველაფერი. მას მეხუთე სახარებასაც უწოდებენ, შეიძლება გსმენიათ ესეთი ტერმინი, იმიტომ რომ ტურინის სუდარაზე ეს ყველაფერი ისე აისახა, როგორც რეალურად მაცხოვარ სჭირდა. და ამიტომ რასაკეთებენ დედები ნახეთ? გარბიან რომ იყიდონ ნელსაცხებელი, იმიტომ რომ მოსაწესრიგებელია მათი საყვარელი მოძღვარი, რომელიც უპატივცემულოდ იქნა დაფლული. ოღონდ ამას რომ ყიდულობენ, იმაზე კი არ ფიქრობენ, რომ იქ უზარმაზარი ლოდით არის დაბეჭდული და ვინ გადაგვიგორებს ამ ლოდს. ამაზე არ ფიქრობენ. აი ფარდის ამბავია ზუსტად რა რომ კი არ აინტერესებს იმას ახლა რომ აქვს თუ არა ქმარს ფარდის ფული. არ აინტერესებს იმას ამ ლოდს ვინ გადაუგორებს, იმიტომ რომ თავარი იცის ერთი რამ, ვინც უყვარს იმისთვის საქმე აქვს გასაკეთებელი. რაღაცა მიზანი დაისახა უკვე და ამიტომ ნელსაცხებელი უკვე იყიდა. ოღონდ ეხლა ფაქტის წინაშე შეიძლება დადგეს, როცა მივა საფლავთან, რომ ლოდს ვინ გადააგორებს და იცოდეთ რომ ამ ლოდს ღმერთი გადააგორებს ყოველთვის, იმიტომ რომ ქალის ამ მონდომებას არასდროს არ დაკარგავს ღმერთი და გითხარით კიდეც ამის მაგალითები, რომ შეხვალთ ოჯახში ზუსტად მიხვდებით. ცოლს ხანდახან უნდა დაუჯეროს ქმარმა და უჯერებს თუ არა, ოჯახში ეს ასახულია ყველაფერი. ყველაფერი იქ ჩანს, ის რაც უკვე გითხარით, რომ იქ ფარდას თავისი ადგილი აქვს და სკამს და მაგიდას თუ ასე შემდგომ, იცოდეთ რომ ეს კაც არ დააბრალოთ არავითარ. კაც ეს ფულები სულ ესე გამოტყუებით აქვს, მოკლედ რომ ძალის ძალადობით, რომ გინდა თუ არ გინდა, ეხლა სადღაცას იშოვე და გინდა თუ არა უნდა მოიტანო, გინდა თუ არა აქ ეს უნდა ეკიდოს და აქ ეს უნდა იყოს მიჭედებული და აქ ეს უნდა იდგას. აი ასეთი ძალის ძალადობით და ასე ხდება, მინდა გითხრათ, დღევანდელ დღესაც ოჯახები ასეა მოწყობილი, ჩემი ყოველ შემთხვევაში ასეა და იმედი მაქვს თქვენიც და ნამდვილად ასე იყო მენელსაცხებლე დედების განცდაც. იციან რომ ეხლა იქ უნდა მივიდნენ და მე გზაში გაახსენდება, თუ იქ რო უზარმაზარი ლოდია, იმიტომ რომ ისინი ესწრებოდნენ არა მარტო ჯვარცმას, არამედ დასაფლავებას. და გაახსენდათ რომ უზარმაზარი ლოდია, რომელსაც ვერ მოერევიან და ვერ გადააგორებენ, მაგრამ მიდიან. მაგრამ გარბიან. კი არ მიდიან ჩვეულებრივი ნაბიჯით, გარბიან. კისრის ტეხით გარბიან. და ეს ლოდი გადაგორებული ხდებათ. მათ არ ჭირდებათ არანაირი შრომის გაწევა. ეს ლოდი გადაგორებულია. და პირველი, ვისაც ეხარება აღდგომის სიხარული, ესენი მენელსაცხებლე დედები არიან. სწორედ ამ გულშემატკივრობისთვის, სწორედ ამ სიყვარულის გამოხატულებისთვის, იმიტომ რომ ვინც უყვართ იმისთვის აკეთებენ ამას. და ასეა დღევანდელი ქალიც. ვინც უყვარს და მისთვის იხარჯება, აი ესე ლოდი ხშირად გადაგორებული ხდება. ის ამ ლოდის სიმძიმეს სადიშოვა მისმა ქმარმა ფარდის ფული არ ფიქრობს ამაზე. არც განიცდის დიდად, მინდა გითხრათ. და ლოდი გადაგორებული ხდება. სამაგიეროდ შედეგი უდგება, რომ აი ფარდა კიდია. სამაგიეროდ შედეგი დგება ის შედეგი, რომელ შედეგზედაც ჩვენ ლაპარაკობთ ახლა ამ წუთში, რომ მივიდნენ მენელსაცხებლე დედები, ლოდი აღარ არის, სამაგიეროდ ხედავენ ნათლით მოსილ ჭაბუკს, რომელიც ეუბნება მკვდრებთან ერთად რატომ ეძიებთ იმას, ვინც ცოცხალია, ვინც მკვდრეთით აღდგა. და ამ დროს მამაკაცები ცით სად არიან? მამაკაცები ამ დროს ფიქრობენ სადიშოვონ ფარდის ფული. მამაკაცები ამ დროს ხრაკლიტულში სხედან, გადარაზული აქვთ კარები და ისინი ესე რაციონალურად ფიქრობენ. ქალები არა, ქალები სხვანაირად. ესენი ფიქრობენ, რომ ახლა რომ ჩვენ გარეთ გავიდეთ, ჩვენი მოძღვარი თუ შეიპყრეს და აწამეს, ჩვენ უკეთეს რას უნდა ველოდებოდეთ. ჩვენ შეგვიპყრობენ და ჩვენც გვაწამებენ, იმიტომ რომ თუ კი ვიტყვით, რომ ქრისტეს მოწაფეები ვართ, ის სიკვდილით დასაჯეს ამის გამო. ჩვენც იგივეს გაგიკეთებენ. ძალადობით ჩვენ მათ ვერ შევეწინააღმდეგებით, იმიტომ რომ ჯარი მათ მხარესაა, სახელმწიფო მათ მხარესაა, სამართალი მათ მხარესაა, იმიტომ რომ მთელი მოსამართლეები და მთელი მღვდელმთავრები, რომლებსაც განაჩენი გამოქონდათ, ყველანი იმ მხარეს დგანან, ჩვენ ვინა ვართ? ერთი უბრალო საერთო რაღაცა ისა გვაქვს. ბადე, რომლითაც ვთევზაობდით, მეტი არაფერი არ გაგვაჩნია. რითი შეიძლება შევეწინააღმდეგოთ? რა შეიძლება გავაკეთოთ? ასე ფიქრობს მამაკაცი. და ასე არ ფიქრობს ქალი. ამიტომაც არასდროს არ მოთხოვოთ
თქვენ ქალებს ისეთი აზროვნება, როგორც თქვენ აზროვნებთ მამაკაცებო. მეუღლეს არასდროს არ დაუყენოთ ესე საკითხი, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ, იმიტომ რომ ის აბსოლუტურად სხვანაირია მისი აზროვნება. მისი მოწყობა არის აბსოლუტურად სხვანაირი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს დამაკნინებელი კი არ არის, ეს იმას კი არნიშნავს, რომ ვიღაცა მაღლა დგას და ვიღაცა დაბლა. პირიქით, ეს მრავალფეროვნება ერთ სისავსეს ქმნის. ესეთი განსხვავებულება ქმნის სწორედ იმ სისავსეს, რომლითაც იწოდება, რომ ცოლი და ქმარი ორნი კი არ არიან. ერთნი არიან. ისინი ამითი ავსებენ სწორედ ერთმანეთს. აი ეს ერთობა სწორედ ამითი იქმნება, იმისი რაციონალური აზროვნებით და ამისი არარაციონალური აზროვნებით. იმისი პრაქტიკული აზროვნებით, რომ ეხლა ამაში გადასახდელი ფული ჯობია სხვა რამეში გადაიხადოს და ამისი არაპრაქტიკული აზროვნებით, რომ პირიქით ჯობია ამაში გადაიხადოს და შედეგი ასეთი დგება შემდგომ. ასეთი იყო ის შედეგი, რომლის მიხედვითაც ვინც გაიგო პირველი რომ ქრისტე აღდგა, ესენი მენელსაცხებლე დედები იყვნენ. მოციქულები კი არა, ჩაკეტილები ოთახში. მამაკაცები კი არა, რომლეთა ვაჟკაცობაზეც უნდა ვლაპარაკობდეთ, არამედ დედები, რომლებაც ესე ძალიან მარტივად, ძალიან უბრალოდ გადაწყვიტეს, რომ ნელსაცხებელი ეყიდათ, წასულიყვნენ იქ, სადაც ძალიან მძიმე ლოდი იყო გადასაგორებელი და მათი ძალებს ეს აღემატებოდა. ვერანაირი ძალა, ქალის ძალა იმ ლოდს ვერ დაძრავდა, მაგრამ მაინც წავიდნენ. და შედეგი ასეთია, უკვე როგორც მოგახსენეთ. ამიტომაც ჩემო ძვირფასებო, აქებს ჩვენი წმინდა წერილის, ჩვენი სახარება, მათ აი ამ გულმხურვალებას, მათ აი ამ სიყვარულს და მართლა ასეთი რამეა სიყვარული. ვინც გიყვარს, მასთან ერთად ყოფნა ყველაფრით გავსებს. მასთან ერთად ყოფნა თითქოს აბსოლუტურად ყველა ძალას გადაგალახინებს. ოღონდ ეს არ არის მოჩვენებითი სიყვარული, შე რომ გონია რომ გიყვარს. ან რაღაცა ეგოისტურად რომ საჭიროებას რო წარმოადგენს და ამიტომ გიყვარს. ან მხოლოდ ხორციელი რაღაცა მოთხოვნილებების დაკმაყოფილება არის სიყვარული. სინამდვილეში სიყვარული სულიერი გრძნობაა. სულიერი მდგომარეობა ადამიანისა, რომ ვინც გიყვარს, მასთან ერთად შენ არანაირ პრობლემას აღარ გძნობ. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ რაღაცა ყველანაირი პრობლემა მოგვარ. თუ ავად იყავი და ვინმე გიყვარს, ეხლა ავად აღარ ახარ. ეს ამას ხომ არ ნიშნავს. არანაირად. უბრალოდ მასთან ყოფნა ისე გახარებს, რომ ეს ავადმყოფობა გარეთ რჩება და შენ შიგნით ჯანმრთელობაა. სიბნელე, რომელიც გარეთ გეხვია და გახვევია გარს, ვინც გიყვარს მასთან ერთად თუ ხარ, შენში შინაგან სინათლეს იწვევს. შენში სიმშვიდეს იწვევს ის, რაც გარეგნულად ხმაურია, უბედურებაა, რაღაცა დაგატაგა გაუდის თელი დღე ჩვენი ქალაქის ხმაურია, მაგრამ შენში შინაგანი მყუდროებაა, როდესაც მასთან ხარ, ვინც გიყვარს. ამიტომაც ვისთანაც უყვარდათ, ვინც უყვარდათ უпростоრად, მასთან გარბიან მენელსაცხებლე დედები და არაფერი არ აინტერესებთ მათ, არც ის ხმაური, არც იმ ჯარის რაღაცა იქ ყოფნა, რომელიც მცველებად უდგანან ამ საფლავს, არც იმ ქვის სიმძიმე აღარ აინტერესებთ, არც ის ძალიან დიდი ფული, რომელიც ძვირადღირებული იყო ეს ნელსაცხებელი ძალიან, არც ის ფულის დანაკარგი, რომელიც თქვათ დაკარგეს, იმიტომ რომ მივიდნენ, რომ ნელსაცხებელი უნდა ეცხოთ და იქ არ დახვდათ გვამი. ამაზე კი არ ნერვიულობენ. ეს საერთოდ არ აწუხებთ, იმიტომ რომ ვინც უყვართ, ის ეცხადება და ეუბნება, რომ მკვდრებს შორის რატომ მეძებთ. მე ხომ გითხარით, რომ აღვდგები და აღდგა. ეხლა წადით და იმ ოთახში ჩაკეტილ ვაჟკაცებს, შიგნიდან რომ აქვთ გადარაზული კარი, იმათ მოუყევით თქვენ ეს ამბავი. და არსებობს ასეთი გარდამოცემა, რომ შევიდნენ და პირველი ხარება მენელსაცხებლე დედებმა წარმოთქვეს, რომ ქრისტე აღდგა, იქედან პასუხი არ იყო. იმიტომ რომ განამარტო თომა მოციქულმა თქვა, რომ სანამ თითს არ ჩავყოფ არ დავიჯერებო. ვერავინ ვერ წარმოიდგინა რას ამბობდნენ, ვერ გაიაზრეს რას ამბობდნენ დედები. იფიქრეს, რომ რაღაცა ქალური ამბავია ეს, რაღაცა ქალური ბოდვა, მოკლედ ეხლა როგორც ჩვენ ვამბობთ ხოლმე, ნუ ქალები ლაპარაკობენ, ამ მნიშვნელობა. ქალები ლაპარაკობდნენ იმას, რაც არის ჭეშმარიტება, რაც ჩვენი სულით შეიგრძნობა, რა სიხარულიც პირველმა მათ იწვნიეს თავიანთ თავზე, ერთგულებისა და სიყვარულის ასეთი გამოხატულების გამო და ქალებისგან მივიღეთ ჩვენ ეს ხარება.
მიუხედავად იმისა, რომ მათ ქადაგების უფლებას არ აძლევს ეკლესია და არც სამღვდელო მსახურების უფლებას, მინდა გითხრათ, რომ აღემატნენ ამას ყველაფერს და ახარეს მოციქულებს, რომლებსაც მსოფლიოსთვის უნდა ეკადაგათ, რომ ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ღმერთს.